ხალხმებით კიდევ ერთხელ, ნათია მახთაძე ვარ, საკრუიზო კლუბის დამოუკიდებელი ბიზნეს პარტნიორი, კლუბში ვარ 2018 წლიდან. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვხდი ამ კლუბში. მე ზოგადად ცოტა სკეპტიკურად უყურებ ხოლმე ყველაფერს, ასეთ განსაკუთრებით ესეთ ონლაინ ბიზნესს უყურებდი სკეპტიკურად. ყველა შეთავაზებას ესე არასოდეს არ ვიღებდი რაღაც ესე ლაითად ასე ვთქვათ. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ინფორმაცია გამიზიარა დედაჩემმა. ხო, მამანა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მე ნდობის ფაქტორი მქონდა. მაგრამ მაინც ვეჭვობდი, ხო? ვერ ვიჯერებდი, რომ აი შესაძლებლობა, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, ხო, რომ შეიძლება იმოგზავრო უფასოდ, შეიძლება დაიწყო გამომუშავება მოგზაურობით, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ზოგადად კრუიზები ეს არის ძვირადღირებული სიამოვნება, ძვირადღირებული დასვენების შესაძლებლობა და როგორ შეიძლება რომ შენ ეს ვიღაცამ თუ იქ რაღაცა ძაღლის თავი არ არის დამარხული, ხო, ვიღაცამ ესე შენ უფასოდ მოგცეს, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერში აუცილებელია რომ გავარკვიოთ რა ხდება, როგორ მუშაობს ეს კლუბი, რატომ აქვს ეს ფასდაკლებები. ყველა კითხვაზე, როდესაც მივიღე პასუხი, თან ჩემი გამოცდილებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, პროფესიით ანუ იურისტი ვარ და ძალიან დიდი ხანი ადვოკატის სერიოზულ ადვოკატის კანტორაში ოფისში მუშაობდი ჰოლანდიაში, ამსტერდამში, მქონდა შეხება ძალიან ბევრ ესეთ სისხლის სამართლის საქმეებთან, ხო? და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარეც უყურებდი სკეპტიკურად, მაგრამ გავერკვია ამ ყველაფერში, ხო, იურიდიული თვალსაზრისითაც, კომპანია დარეგისტრირებულია ამერიკაში. ამერიკა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძლიერი ქვეყანა და სამართლებრივი, ხო, ყველაფერი აბსოლუტურად აქ ყველაფერზე შეგიძლია იჩივლო. ნებისმიერ ელემენტარულ პატარა დეტალზეც კი თუ რამე არ მოგეწონება, შეგიძლია იჩივლო და ძალიან დიდი კომპენსაცია მიიღო. და ამიტომაც ამ ქვეყანაში ყველა ძალიან ფრთხილად არის, ხო, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დაირღვეს წესები, იმისთვის რომ მე ძალიან დიდი კომპენსაციები არ უხადოს ხალხს, ხო, დაზარალებულ ადამიანებს, ასე ვთქვათ. ამიტომაც, როდესაც გავარკვიე, რომ კომპანია ამერიკულია, თან გვაქვს რეგისტრაციები ისეთ შტატებში, სადაც ანუ ყველაზე მეტად არის განვითარებული საკრუიზო ინდუსტრია, არ არის სავალდებულო, მაგრამ მოგეხსენებათ ამერიკაში 50 შტატია. ყველა შტატს თავისი კანონმდებლობა აქვს, ამიტომ კომპანიამ არჩია, რომ ისეთ შტატებში, სადაც ყველაზე მეტად იყო განვითარებული საკრუიზო ინდუსტრია, ყველაზე მეტი პორტია, გაეკეთებინა რეგისტრაციები. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დრო დაჭირდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ერთ დღეში არ კეთდება, დაახლოებით 1 წელი დაჭირდა. იმისთვის, რომ მით უმეტეს ტურისტულ ინდუსტრიაში დაიწყო ბიზნესი, უფრო რთული პროცედურაა. აქ ითხოვენ თან მით უმეტეს რომ უნდა გქონდეს ანაბარზე, ანუ როგორც დაზღვევის სახით უნდა გედოს, რომ ვინიცობა შენმა კომპანიამ არ გაამართლოს, შენ ამ თანხით შეძლო მომხმარებლების, ანუ დაზარალებული მომხმარებლების თანხების ანაზღაურება, ხო? ამიტომაც თვითონ კომპანიის დამფუძნებლებმა ჩადეს $1,000,000, ეს არ იყო სესხი, თავიანთი ფინანსებით დაიწყეს, ანუ კომპანია არ დაწყებულა ვალებით, ესე ძალიან დიდი პლუსია და შეიქმნა ესეთი საოცარი უნიკალური კომპანია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შუამავლების გარეშე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურაგენტების და სხვადასხვა შუამავალი პლატფორმების გარეშე, სადაც უფრო მეც ვიხდით საკრუიზო ტურებში, ვიდრე ეს მისი თვითღირებულება. გვაქვს ჩვენ პირდაპირი კონტრაქტები საკრუიზო ხაზებთან. ეს რა თქმა უნდა წლების განმავლობაში დარეგულირდა, თავიდან სულ რაღაც 30 კრუიზი ქონდა პლატფორმაზე, იმიტომ რომ ყველა არ გვენდობოდა, როგორც ანუ ჩვენც უყურებდით სკეპტიკურად. მაგრამ დროთა განმავლობაში დღესდღეობით უკვე 14 უმსხვილეს საკრუიზო კომპანიასთან თანამშრომლობთ და გვაქვს 21,000-ზე მეტი ტური მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ არჩევანი ძალიან დიდია, ძალიან ხშირად გვეკითხებიან ხოლმე თუ რამდენი, ანუ რა ღირს ტური.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ხო? ერთ კონკრეტული ფასი არ არსებობს, იმიტომ რომ ერთი გააჩნია, ხო, საკრუიზო ხაზები არის როგორც ბიუჯეტური საკრუიზო კომპანიები, არის ასევე პრემიუმი, ულტრა პრემიუმი კლასის, ხო? არის ასევე კაიუტების მიხედვითაც არის ყველაზე იაფიანი კაიუტა, არის საშუალო ფასის და არის ყველაზე ლუქსი კაიუტების ტიპები, ამიტომ ერთი ფასი არ არსებობს და ჩვენ ყველაზე მთავარი რაც არის კლუბის წევრებს, რაც გვაქვს, ეს არის რომ შუამავლების გარეშე თვითღირებულებაში გვაქვს, ანუ გარანტირებულად ყველაზე დაბალ ფასში მსოფლიო ბაზარზე, ხო? რა თქმა უნდა, კომპანია აკონტროლებს ამას, თან რომ იცოდეთ, კლუბი ყიდულობს კრუიზებს ამ 14 უმსხვილეს საკრუიზო კომპანიისგან 2 წლით ადრე, ანუ 2 წლის კრუიზებს შეისყიდის და რა თქმა უნდა, ვიცით ხო, როდესაც ბევრს ყიდულობდა ერთიანად, საბითუმო ფასში გაძლევენ და არა იმ ფასში, რა ფასადაც საცალოდ იყიდება ბაზარზე. ესეც ხშირად დასმული კითხვა, ხო? რატომ გვაქვს ჩვენ ასეთი დაბალი ფასები, ხო? ისევ და ისევ სადმარხია აქ ძაღლის თავი. ზუსტად იქიდან, რომ ჩვენ ერთიანად ყიდულობთ, შევისყიდით 21,000-ზე მეტ ტურს საკრუიზო ხაზებისგან ბითუმად, ამიტომ ჩვენ იმაზე დაბალი ფასები გვაქვს, ვიდრე ტურსააგენტოებს აქვთ, არ შეცდეთ, იმიტომ რომ ბევრი გვწერს ხოლმე, რომ აი ტურსააგენტოში რაღაცა ფასდაკლებებია, რაღაც საიტზე რაღაცა ფასებია კიდე, ვითომ უფრო შეღავათიანი, არა, ამასაც გაჩვენებ და აგიხსნით, რატომ არის ჩვენთან უფრო იაფი, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ იმაზე დაბალ ფასში გვაქვს კრუიზები, ვიდრე ტურსააგენტოებს, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ თვითღირებულებაზე გვაქვს წვდომა, არავის არ აქვს თვითღირებულებაზე წვდომა, იმიტომ რომ ტურსააგენტოებს, ტუროპერატორებს აქვს თავიანთი ხარჯები, რაც ფასს ზრდის. ხო, ეს არის ოფისები, თანამშრომლები, კიდევ მოგებაც ხო თავიანთი მარჟა ემატება. ჩემი სტუმარიც შემოვიდა ნათლი ძალიან მეუღლესთან კარგი. ერთად. და ამიტომაც ტურსააგენტოებში ვერასოდეს ვერ ნახავთ იმ ფასებს, რა ფასებიც გვაქვს ჩვენ. პლუს გვაქვს ყველაზე საოცარი შესაძლებლობა, ეს არის კლუბური სისტემა, ნელ-ნელა დაგროვებითი სისტემა, ხო? სადაც ზუსტად ისეთ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ თანხა, როგორც ჩვენ ვიყავით ერთ დროს, ხო, როგორც ძალიან ბევრი ადამიანია. ამიტომაც არის, ხო, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 3% დადის კრუიზებში. ეს არის ის კატეგორია, ვისაც აქვს თანხა, რომ ადგეს და 3-4 დოლარი გადაიხადოს და წავიდეს ოჯახთან ერთად კრუიზში დაისვენოს, ხო? დანარჩენი 97%-ს არ აქვს ფინანსები, უმეტესობას არ აქვს ფინანსები და არიან ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ინფორმაცია არ აქვს. ზოგადად არ იციან რა არის საკრუიზო დასვენება, რამდენად უფრო ღირებული, რამდენად უფრო მომგებიანია და რამდენად უფრო კომფორტულია და მაღალი კლასის დასვენება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია გაერთიანებული და ეს ჩვენი დაგროვებითი სისტემა გვაძლევს ზუსტად აი ამ 97%-ს სოფლიო მოსახლეობისას შესაძლებლობას, რომ ჩვენც არ ველოდოთ, რომ რაღაცა ციდან ჩამოგვივარდეს ჩემოდნიცავსე ფული, ან რაღაცა ბონუსი მოგცენ, ან მე-13 ხელფასი ან ვიღაცამ გვაჩუქოს და წაგვიყვანოს კრუიზში ოდესღაც, ოდესმე, ხო? ჩვენ აქ შეგვიძლია ჩვენ თვითონვე გავხსნათ სამოგზაურო ანაბარი და ნელ-ნელა გვაქვს 3 შესაძლებლობა, 3 პაკეტი გვაქვს და ჩვენ თვითონ ნელ-ნელა გადავდოთ თანხა ჩვენი მოგზაურობისთვის. კლუბში არის 2 შესაძლებლობა. ერთი არის, რომ გახდეთ კლუბის წევრი და დაიწყოთ დაგროვება და მეორე არის პარტნიორული პროგრამა, რომელიც გაძლევთ უკვე შესაძლებლობას, რომ დაიწყოთ მოგზაურობა როგორც 50%-იანი ფასდაკლებით, ასევე სრულიად უფასო და დაიწყოთ გამომუშავება. ანუ საკრუიზო დასვენება თქვენი მოგზაურობა რეალურად აქციოთ შემოსავლის წყაროდ. ჩვენ არ ვყიდით კრუიზებს, ჩვენ არ ვმუშაობთ გემზე, არ ვასაქმებთ. დამიჯერეთ, ვინც კი ფიქრობს, რომ გემზე მუშაობა უნდა ძალიან ცდება, ძალიან რთულია ეხლაც რო უყურებდი, როგორ ანუ მთელი დღის განმავლობაში როგორი დატვირთულები მუშაობენ,
და ნამდვილად კაპიკებზე, ხო, არ ღირს, მაგრამ ყოველთვის საკრუიზო ლაინერებზე, როდესაც მოგზაურობ და ძალიან ბევრში ვიყავით, თქვა ეს ჩვენი მეშვიდე კრუიზი იყო. რასაც ხედავ, ეს არის ძალიან ღარიბი ქვეყნებიდან ყავთ თანამშრომლები აყვანილი, ხო, იქ ფილიპინები იქნება თუ ბანგლადეშია, იქ ანუ უფრო მეტად იქით შორეული აზიის ქვეყნებიდან, სადაც 1200-1500 დოლარი კარგი თანხაა და ამიტომ ისინი მზად არიან, რომ 6-8 თვე მოწყვეტილი იყვნენ ოჯახს და აქედან დაეხმარნენ ფინანსურად, ხო? ჩვენ ეს ბედნიერება გვაქვს, ჩვენ არ გვჭირდება გემზე მუშაობა, ჩვენ გემზე დავდივართ დასასვენებლად, სამოგზაუროდ. ამას ვაპიარებთ, რასაც ისედაც გავაკეთებდით, ხო? ჩვენ ყველა ვარიანტში ელემენტარული კაფეში რო წახვიდე ან სტარბაქსში რო წახვიდე, ნებისმიერი მოგეწონოს რაღაც უღებს სურათს დებ ინსტაგრამზე, ხო, სოციალში, რომ აჩვენებ, რომ მე აქ ვიყავი, ეს მომეწონა და უკეთებთ, გვინდა თუ არ გვინდა, უკეთებთ რეკლამას. ვაკეთებთ ჩვენ ზუსტად იგივეს. ვიყენებთ სოციალებს, რომელიც არებს გვიხსნის ხომ სოფლიო მასშტაბით არ გვჭირდება ჩვენ მაგალითად ვიყოთ რომელიღაც კონკრეტულ ქვეყანაში ქალაქში მიჯაჭული და იქიდან ვიმუშაოთ ჩვენ შეგვიძლია სოციალების მეშვეობით ინტერნეტის მეშვეობით სახლიდან გაუსულოთ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში მივაწვდინოთ დაინტერესებულ ადამიანს ხმა მივაწოდოთ ინფორმაცია და სულ ეს არის, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესი არის სრულიად ინტეგრირებული ონლაინ პლატფორმაზე, ამიტომ ესე ძალიან დიდი შესაძლებლობაა მით უმეტეს ისეთ საუკუნეში ვცხოვრობთ, ხო? განსაკუთრებით პანდემიის მერე გახდა ეს ყოველთვის უფრო ცხადი, რომ თურმე რამხელა შესაძლებლობა აქვს სახლიდან მუშაობას, ოდესაც შეგიძლია იყოს სახლში, არ გეჩქარებოდეს არსად, არავისთან ვალდებული არ იყო, მხოლოდ შენ თავთან და დაიწყო გამომუშავება. რაც შეეხება კლუბის წევრობას, ხო, როგორც გითხარით, ანუ კომპანია დაარსებულია 2015 წელს, აგვისტოში, 24 აგვისტოს დარეგისტრირდა, შემდეგ რაღაცა ეტაპი გაიარა, რამდენიმე თვე დაჭირდა იმისთვის, რომ უკვე ბაზარზე ჩაშვებულიყო და ზუსტად ხვალ 16 იანვარს 2016 წელს გაეშვა უკვე ჩვენი პლატფორმა მსოფლიო ბაზარზე და ხვალ უკვე გვიხდება 10 წელი, რაც ჩვენი კლუბი არსებობს, ხო, ეს ძალიან მაგარი ანუ თარიღია, ხო, აღსანიშნი უკაცრავად. და აი ჩამოთვლილია საკრუიზო კომპანიები, შეგიძლიათ ნახოთ, გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს პლატფორმაზე, რეგისტრაცია არის უფასო, ვინც მოგიწვიათ, მიწერეთ იმ ადამიანს და მოგცემენ ბმულს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ, მიიღოთ ინფორმაციაში, ამოწმოთ, გადაამოწმოთ, გადახედოთ, დაათვალიეროთ, ხო, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე და თქვენ გადაწყვეტავთ, რომ ეს კლუბი არის თქვენთვის, რომელიც დაგაზოგინებთ ფულს და გამოგზაურებთ უფრო მეც ვიდრე წარმოგედგინათ, მაშინ უკვე იაქტიურებთ თქვენ სამოგზაურო ანაბარს და ხდებით კლუბის წევრები, შემოგვიერთდებით და ჩვენთან ერთად, ჩვენს გარეშე, ხო, იმოგზაურებთ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ კრუიზებთან ერთად გვაქვს ასევე სასტუმროების ძალიან დიდი არჩევანი. არ შემოვიფარგლებით ჩვენ მარტო კრუიზებით, კი ძალიან დიდი ბაზა გვაქვს, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზა, რაც კი არსებობს. ყველა დიდი გიგანტი საკრუიზო ხაზები, ორი საკრუიზო ხაზია, რომელსაც ველოდები და იმედია, რომ 2026 წელს შემოგვიერთდებიან, დაგვიბრუნდებიან, იმიტომ რომ პანდემიამდე იყვნენ ისინი ჩვენს პლატფორმაზე. ეხლა თან განახლებული მოლაპარაკებები დაიწყო. მსოფლიოში ვინც კი, ანუ ყველაზე წამყვანი დიდი საკრუიზო კომპანიებია, ყველასთან თანამშრომლობთ აბსოლუტურად და არ შემოვიფარგლებით მხოლოდ კოსტას და MS-ით, ხო, რომელიც საქართველოშია, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მსოფლიოში წამყვანი საკრუიზო კომპანია ავირჩიოთ. ამასთან ერთად ჩვენ, როგორც გითხარით, გვაქვს სასტუმროების და კურორტების ძალიან დიდი არჩევანი. 350,000-ზე მეტი სასტუმრო და კურორტია ჩვენს პლატფორმაზე. ესეც პირდაპირ მომწოდებლებისგან შუამავლების გარეშე, ანუ ტურაგენტების დამატებითი ხარჯების გარეშე და
დამატებით კიდევ კლუბის წევრების სარგებლოდ 17%-იანი ფასდაკლებით. ეს სტანდარტი ავტომატურად იმ ფასზე კიდევ გვაკლდება 17%. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია როგორც სასტუმრო კრუიზთან ერთად დავჯავშნოთ, კრუიზის გარეშე არ არის სავალდებულო, ხო, უბრალოდ ჩვენი კლუბის წევრებისთვის, რადგან ჩვენ მოგზაურობთ ხშირად, ეს ჩვენი ცხოვრების სტილი გახდა უკვე, ჩვენ ყოველ ჯერზე ვზოგავთ ფულს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მესამე პლატფორმა გვაქვს აქაც 300,000-ზე მეტი ექსკურსია და ივენთი მსოფლიო მასშტაბით, ხო? იქ ტრანსფერების დაჯავშნა გინდათ თუ ექსკურსიები მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ ჩვენს პლატფორმაზე აქაც გარანტირებულად შეღავათიანათ, იმიტომ რომ ზუსტად აი ახლა როდესაც წავედით კრუიზში, ვეძებდი ექსკურსიებს, მაინტერესებდა იმ კუნძულებზე, სადაც ჩვენ ჩავიდოდით, თვითონ საკრუიზო ხაზებს ძალიან ძვირად ჰქონდათ ეს ექსკურსიები, რასაც გთავაზობენ, ხო, საკრუიზო ხაზები თვითონაც გთავაზობენ, ჩვენს პლატფორმაზე იყო თითქმის მესამედ ფასში. ბოლოს მაინც გადავწყვეტეთ, რომ ექსკურსიების გარეშე მოგვენახულებინა, იმიტომ რომ ძალიან პატარა კუნძულებია და იქ უბრალოდ ფეხითაც რომ გაიარო, უკვე მიხვდები დაათვალიერებ რა ხდება და შეგიძლია თვითონ დაგეგმო, ხო, შენი ექსკურსია. მაგრამ როდესაც გინდა ესე დიდ ქალაქებში რაღაც ღირსშესანიშნაობები დაათვალიერო, ჩვენი პლატფორმიდან გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე თვითონ საკრუიზო ხაზები გთავაზობენ. ასე რომ ყოველთვის ჩვენი კლუბის წევრები ყოველთვის რჩებით მოგებული, ყოველთვის ზოგავთ ფულს ჩვენი მოგზაურობისას, ხო? ეს ექსკურსიები შეგიძლიათ 24 საათით ადრე დაჯავშნოთ, სასტუმროები შეგიძლიათ 3 დღით ადრე დაჯავშნოთ. ხო, ხართ სადღაც, უცბად მოგინდათ, შეგიძლიათ უკვე არ გაითვალისწინოთ რაღაც დიდი პერიოდი და 3 დღით ადრე შეარჩიოთ სასურველ ქალაქში, ხო, სასურველის სასტუმრო ან კურორტი. გვაქვს ასევე 5 და 6 ვარსკვლავიანი კურორტებიც, ეს უკვე პრემიუმ პაკეტის მქონე წევრებისთვის არის ხელმისაწვდომი, როგორც საკრუიზო ხაზები, ხო, პრემიუმ საკრუიზო ხაზები არის ხელმისაწვდომი მხოლოდ პრემიუმ პაკეტის მქონე წევრებისთვის. მაგრამ ესეც ყველას არჩევანია, ხო? როგორც გითხარით, გვაქვს 3 პაკეტი. ეს არის სტარტერი, ყველაზე შეღავათიანი, აქამდე ჩვენ მქონდა 1 წლით ადრე, ხო, 2024 წლის ოქტომბრამდე ჩვენ მქონდა მხოლოდ ერთადერთი პაკეტი, ეს იყო $100-იანი პაკეტი. შემდეგ რა თქმა უნდა, ბაზარიც გაიზარდა, მოთხოვნაც გაიზარდა, დღესდღეობით კლუბში უკვე 2 მილიონ ნახევარზე მეტი კლუბის წევრია, პლუს მინუს 200 ქვეყნიდან. ასე რომ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, ხო, ვისაც $100 არ აქვს. ან არიან ადამიანები, რომ $100 არ ყოფნიდა და ორ ანაბარს ხსნიდნენ, ხო, თავის სახელზე მეუღლეზე, რომ უფრო მეტი დაეგროვებინათ, იმიტომ რომ როდესაც დიდი ოჯახია, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხარჯია, ხო, კრუიზი უფრო ძვირი ღირს და ამიტომ თანხა უფრო მეტი გჭირდება. აქედან გამომდინარე, კლუბმა დაამატა როგორც $50-იანი პაკეტი, ასევე $250-იანი პაკეტი, მათთვის, ვისაც უფრო მეტი სარგებელი უნდა კონდეს და აქვს შესაძლებლობაც, რომ მეტი დაიგროვოს. სტარტაზე $50, ვააქტიურებთ $50, ხო, ანუ როდესაც გავლით რეგისტრაციას, შევდივართ უკვე საიტზე და ხსნით ანაბარს $50-ით. პლუს ამასთან ერთად ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს აქ არის და გაივლის უფასო რეგისტრაციას, ხო, ანუ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გახდებით წევრები თუ არ გახდებით, შეგიძლიათ გაიაქტიუროთ $50 საჩუქრად. ანუ ყველა ის, ვინც დარეგისტრირდება უბრალოდ უფასოდ, მიიღებს საჩუქრად კლუბისგან $50. ხო, ბონუს ქულების სახით და შეუძლია გამოიყენოს როგორც კრუიზზე, ერთჯერადად რაღაც $50 ფასდაკლება მიიღოს, ასევე სასტუმროებზე გამოიყენოთ, ხო? ამიტომ სტარტერს $50 აქტივაციისას უკვე $100 უჯდება ანგარიშზე პირველივე დღეს.
ნიუანსი, კი ბატონო, კარგია, რომ $50 შეგიძლია, როდესაც არ აქვს ამის შესაძლებლობა, შეგიძლია დაიწყო $50, მაგრამ არც ისეთი მომგებიანია, იმიტომ რომ წელიწადში სულ რაღაც $600 გიგროვდება, ხო, არ არის ისეთი დანაზოგი. ხო, კრუიზები თუ იწყება ორ ადამიანზე რაღაც 1200 არა $1500-დან, ეს ერთკვირიან კრუიზებზე მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, წელიწადში ერთხელ რაღაცა $600 გადადებ და კი, ეგეც რაღაც აა რაღაც შემთხვევებში შეღავათიანი გამოდის, მაგრამ კლასიკი, რა თქმა უნდა, და პრემიუმი უფრო მომგებიანი, იმიტომ რომ აქ ყოველთვიური გადადებული თანხა გვიორმაგდება, რაც გვიზრდის ჩვენ შესყიდვის უნარიანობას, ხო? კლასიკზე ვიაქტიურებთ $200-ით, ხო, პირველად $200 შეგვაქვს ანგარიშზე, ეს $200 ჩვენ ანგარიშზე ჯდება, არაფერი არ გვაკლდება, პლუს ამას $150 გვერიცხება ზევიდან. ანუ მომენტალურად 200-ის მაგირად $350 გვაქვს ანგარიშზე და შემდეგ უკვე ყოველთვიურად ვაგრძელებ $100 დაგროვებას, ხო? როდესაც ჩვენ დროულად შევავსებთ ანაბარს $100-ით, გვიჯდება 200. გვიორმაგდება. წარმოიდგინეთ რა მაგარია, რომელი ბანკი გაგიორმაგებთ თქვენ თანხას, ან სახლში გადადებული თანხა გაგიორმაგდებათ ყოველთვიურად, ხო? და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველას ქონია, მე მგონი ასეთი შემთხვევები ცხოვრებაში და არაერთხელ, რომ გადადებული გაქვთ თანხა რაღაცისთვის, თუნდაც მოგზაურობისთვის და ხდება ისეთი სიტუაციები, როცა უცბად გჭირდება რაღაც თანხა, იმას მოაკლებ, გონია რომ მე დაამატებ და გექნება, მე მოდის შვებულების პერიოდი, ფული აღარ გაქვს. და ერთადერთი ან უნდა გადადო შემდეგი წლისთვის და აღარ წახვიდე, ან უნდა დაკმაყოფილდე ძალიან მცირედით და ნუ სადღაც გახვიდე უბრალოდ რომ ჰაერი გამოიცვალო, ის თანხარაშიც გეყოფა და ან მიდიხარ და ძალიან თუ გინდა იქ წასვლა და დაგეგმილი გაქვს, მიდიხარ, გამოგაქვს სესხი, რაც კიდევ უფრო ზრდის შენს ხარჯებს, ხო, იმიტომ რომ სესხს მე კიდევ დამატებით პროცენტებით აბრუნებ უკან ბანკში, ამიტომ შენი მოგზაურობა კიდევ უფრო ძვირი გამოდის. ამიტომაც ძალიან მომგებიანია, როდესაც ყოველთვიურად გაქვს შენი გადადებული ბიუჯეტი, როგორც აი მაგალითად მანქანის დაზღვევას სიხდი, ხო, ვინიცობა რაღაც მოხდეს, შეიძლება საერთოდ არაფერი არ შეგემთხვეს, მაგრამ ამ თანხას სიხდი და მიაკ დაზღვევა, შენ ვერ გამოიყენებ ამ თანხას, შენ თუ რაღაც არ შეგემთქვა, ხო? ჩათვალე დაკარგული თანხა. ან მაგალითად სპორტ დარბაზში აბონემენტს იხდი. ყოველთვიურად იხდი თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ მიდიხარ და შენ ვარჯიშობ, ხო? გაქვს ის შედეგი შემდეგ რისთვისაც დადიხარ იმ დარბაზში. ჩვენთან ამ თანხას რასაც გადავდებთ ჩვენი მოგზაურობისთვის 50 იქნება 100 თუ 250 ისევ ჩვენ ვხარჯავთ. უბრალოდ ეს ჩვენთვის ცალკე გადადებული თანხა, რომელიც არ შემოგვეხარჯება, არ შემოგვეჭმება და ჩვენ გარანტირებულად ვიცით, რომ ჩვენ ამ თანხით წავალთ და დავისვენებთ, ვიმოგზაურებთ ხარისხიანად, კომფორტულად, ყველაზე მაღალი კლასით. ხო, საკრუიზო ლაინერები, ეს არის ნამდვილად ყველაზე ლუქსი დასვენების საშუალება და ჩვენ ეს გვაქვს უკვე აი ამ საწევრო სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომ ფასებში და რა თქმა უნდა, ვინც პარტნიორობას აირჩევს, მისთვის კიდევ უფრო შეღავათიანია. პრემიუმი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უკეთესია. კლასიკის შემთხვევაში თუ წელიწადში 1200-ის მაგირად $2400 გაქვს უკვე სახარჯო, წარმოიდგინეთ რამხელა განსხვავებაა, ხო? პრემიუმის შემთხვევაში უკვე $6000 გაქვს სახარჯოდ. ხო, იდეალური ვარიანტია, მით უმეტეს, როდესაც ბიზნეს პარტნიორი ხარ და უფასო წევრი ხარ, ხო, $4800 საჩუქრად გაქვს ყოველწლიურად, კლასიკზე $2400. პრემიუმზე 250-ს ვაგროვებთ და გვერიცხება 500 ყოველთვიურად. აქტივაციისთვის გჭირდება $500, ეს $500, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ ანგარიშზე ჯდება და პლუს ამას გვემატება $300 ზევიდან. უკვე პირველივე დღესვე, როგორც კი გავიაქტიურებთ ანაბარს, უკვე $800 გვაქვს სახარჯო. წარმოიდგინეთ, შეგვიძლია უკვე პირველი კრუიზი ავარჩიოთ და უკვე პირველივე შეღავათი $300 გვექნება პირველივე კრუიზზე თან იმ თვითღირებულებაზე, რაზეც არავის არ აქვს წვდომა. თან პლუს ამასთან ერთად მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი ფასის გარანტია. რას ნიშნავს ეს, ხო? თუ მაგალითად ჩვენ ნებისმიერი კრუიზი სხვა
პლატფორმაზე, ხო? ოფიციალურ პლატფორმაზე, თვითონ საკრუიზო ხაზის საიტზე, ოფიციალურ საიტზე ან სხვა ოფიციალურ სააგენტოების საიტებზე ვნახეთ ზუსტად იგივე პირობებით, იგივე კრუიზი, იგივე მარშრუტით, იგივე კაუტა ადამიანების რაოდენობა, უფრო იაფად ჩვენ ვაგზავნით კომპანიაში links, screenshot-ებს ვაკეთებთ, ანუ სურათებს ვიღებთ, ვგზავნით ბმულსაც და 72 საათის განმავლობაში კლუბი ადარებს ამ ყველაფერს, თუ ყველაფერი ზუსტად ემთხვევა. წარმოიდგინეთ, გვაძლევს ჩვენ კრუიზს იმ ფასში, რა ფასათაც ვნახეთ, პლუს დამატებით ჩვენი ბონუს ქულების, დაგროვილი ბონუს ქულების გამოყენებით კიდევ ვიმცირებთ იმ ტურის საფასურს 50% და გვაქვს 25%-იანი ფასდაკლება. წარმოიდგინეთ. ხო, აი, რომ ამბობენ ხოლმე, რომ აი რაღაც სხვაგან ვნახე, უფრო იაფად ტურ სააგენტოში ან გამიგია, რომ რაღაც სხვა საიტებზე უფრო იაფად ჯავშნიან ან არის რაღაც აქციები. ყველა ის აქცია, რაც აქვს საკრუიზო კომპანიებს, ის აქციები და ის ფასები გვაქვს ჩვენც. იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ მიბმული ვართ საკრუიზო ხაზის საიტებზე, პირდაპირ მარაგდებით ჩვენ კრუიზებით. ამიტომ თუ რამე ფასდაკლება, თუ რამე აქცია, ჩვენ კიდევ დამატებით უფრო მეტი ფასდაკლება და აქციები გვაქვს საკრუიზო ხაზებისგან, ვიდრე ტურ სააგენტოებს აქვთ. ხო? ამიტომ ყველა ვარიანტში თუ ადამიანს უნდა მოგზაურობა, უნდა იმოგზაუროს და ეს იყოს მისი ცხოვრების სტილი, ნამდვილად უფრო მომგებიანია კლუბის წევრობა, ვიდრე ერთჯერადად წახვიდე და ტურ სააგენტოში უფრო მეტი გადაიხადო. რა თქმა უნდა, ეს უკვე არჩევანია, ზოგს ერთჯერადად უნდა წასვლა, ზოგს სისტემატიურად, ხო, ჩვენ უბრალოდ თავაზობთ ადამიანებს ალტერნატივას, უფრო მომგებიან შეთავაზებას, რაც რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ თვითონაც ვიყენებთ ამას და ამიტომაც ვთავაზობთ სხვებს. მაგალითი მინდა გაჩვენოთ, ძალიან ბევრ რამეზეა საკრუიზო ტურის ფასი დამოკიდებული, ხო, როგორც წეგან ვახსენე, დამოკიდებულია სეზონზე, დამოკიდებულია მარშრუტზე, საკრუიზო ლაინერზე, დღეების რაოდენობაზე, კაუტის ტიპზე, ხო, და ყველაზე მთავარი ეს არის, რომ რაც უფრო ადრე იყიდით კრუიზს, მინიმუმ 5-6 თვით ადრე, უფრო იაფია, ვიდრე 2-3 კვირით ადრე შეძენილი ტური ტურ სააგენტოში. ზუსტად იგივე ტურს ყიდულობთ უფრო ძვირად, ვიდრე ზუსტად იგივე ტური იყიდოთ რამდენიმე თვით ადრე გაცილებით იაფად. ნუ ეს ფაქტია, შეგიძლიათ დაგუგლოთ და მოიძიოთ ინფორმაციაც. რატომ არის ხო ეს ადრეული ფასები უფრო იაფი? იმიტომ რომ საკრუიზო აიქ ხედავთ 4, როდესაც შეხვალთ მე ხა შემიძლია შევიდე და გაჩვენოთ კიდევაც უფრო მაგალითზე. ეს არის ჩვენი პლატფორმა, ასე გამოიყურება ბიზნეს პარტნიორებისთვის. აქ გამომუშავებული თანხა, აქ ჩემი ბონუს ქულები, შემიძლია ჩემი დაჯავშნილი კრუიზებიც გაჩვენოთ. ამას სოციალებში სადაც ხედავთ, ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენი Facebook გვერდი, სადაც ჩვენი კლუბის წევრები დებენ თავიანთ სურათებს, ვიდეოებს თავისი მოგზაურობიდან, დებენ თავიანთ ემოციებს გვიზიარებენ. როდესაც შედიხართ საიტზე, მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი, მოდი ავიღოთ ბაჰამის მიმართულებით ან კარიბის. ახლა სადაც ვიყავი. თუ გინდა ხმელთაშუა ზღვა ავიღოთ, იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელია საქართველოსთვის, ირჩევთ საკრუიზო კომპანიას. აი, როდესაც გაივლით რეგისტრაციას, თქვენთვის უფრო ძალიან მარტივი იქნება, შემდეგ აი ამ გზით გაფილტრა, ხო, დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ გამოცდილება booking.com-ზე. ავიღეთ აპრილი. ან მაისი ავიღოთ, იდეალურია ხმელთაშუა ზღვაში. გვაჩვენებს, რომ 442 ტურია მაისის თვეში ხმელთაშუა ზღვაში. შემდეგ კიდევ დამატებით შეგვიძლია გავფილტროთ, თუ გვინდა კონკრეტულად რომელიღაც პორტიდან გავიდეთ, ხო, მაგალითად იტალიიდან გვინდა, საბერძნეთიდან, ხო, რომელიც უფრო ახლოს არის, ან უფრო იაფი გვიჯდება ჩაფრენა, მაგალითად ბარსელონა. ძალიან ბევრი პორტია, მსოფლიოში 1000-ზე მეტი პორტია. კრუიზები დადის სისტემატიურად, არა კვირაში ერთხელ, არამედ ერთ დღეში ერთი საკრუიზო პორტიდან გადის გააჩნია სიდიდეს, ხო, გადის 6-7-8 კრუიზი. გავფილტრავთ პორტს, ყველაზე მთავარი, ანუ შეგვიძლია გავფილტროთ ღამეების, მოდი ნახოთ 7 ღამიანი ტურები. მაქსიმუმ ფასი შეგიძლიათ დააწესოთ.
და ყველაზე მთავარი, მე ყოველთვის უთითებ ხოლმე დაბალ ფასს. ანუ დაიწყებს საიტი უკვე დაგვილაგა კრუიზი, 7 ღამიანი კრუიზი არის 314. წარმოიდგინეთ, ახლა ვიღაცა ფასს რო გეკითხება, ეხლა მკითხეს ყველაზე ახლო პერიოდში თბილ ქვეყნებში რა ტური გაქვთო. უბრალოდ შეუძლებელია მაგალითად 74 ტურის ფასის ჩამოთვლა, ხო? ამიტომ ყველას ურჩევ ხოლმე რომ გაიარეთ რეგისტრაცია, თვითონ დაათვალიერეთ. აი მაგალითად გადის მარსელი და მოდი ეს ახალი ლაინერია, კოსტა სმერალდა. ბარსელონადან 25 მაისიდან ხედავთ აქ 4 სხვადასხვა ტიპის კაუტა. ანუ მეოთხე უკვე სვიტები, ყველაზე ლუქსი ნომრები უკვე ამოყიდულია, წარმოიდგინეთ. აქ ხედავთ უკვე ეს ფასები არის 2 ადამიანზე მითითებული, არ შეგეშინდეთ. $1600 ღირს ერთკვირიანი კრუიზი 2 ადამიანზე და ეს არ არის საბოლოო ფასი. ეს არის ის თვითღირებულება, რა ფაშიც ჩვენ გვაქვს კრუიზების საკრუიზო კომპანიებისგან. ამას კიდევ აკლდება თქვენი დაგროვილი და გაორმაგებული ბონუს ქულებით შეძენისას და გამოგდით კიდევ -25% ფასდაკლება. წარმოიდგინეთ, ხო, რამხელა შეღავათია. $1600 კრუიზი გიჯდებათ $1200. ორ კაცზე $600 კაცს. წარმოიდგინეთ, ერთი კვირა, არ გჭირდება ტრანსფერები, არ გჭირდებათ გართობა, არ გჭირდებათ კვებაზე ზრუნვა. ერთხელ ადიხართ ლაინერზე, ადიხართ ბარსელონაში. მე რეგულეტა გაქვთ პალერმო, რომში ჩადიხართ, სავონაში, მარსელში და ისე ბარსელონაში ბრუნდებით. ისე რომ არაფერზე საზრუნავი არ გაქვთ. გართობენ, ხელის გულზე გატარებენ, უმაღლესი სერვისია, კონცერტებია, ცეკვის გაკვეთილები, კულინარიული მასტერკლასებია. ჩვენც ქონდა მაგალითად ახლა სუშის დამზადების მასტერკლასი ჩაგვიტარეს. ძალიან საინტერესო იყო მოკლედ ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოა გემზე უბრალოდ ყოფნა. ხვდებით სულ სხვა სამყაროში და წარმოიდგინეთ, აი ამ სამყაროთი, სადაც მაღაზიებიც არის, სილამაზის სალონებიც არის, აუზები, სპორტდარბაზი, ჯაკუზები, ყველაფერი აბსოლუტურად ეს ყველაფერი არის უფასო თქვენთვის. ნუ სილამაზის სალონების და სპა საუნები, რა თქმა უნდა, ფასიანია. დანარჩენი ეს სერვისები ყველაფერი უფასოა, არაფერზე ზრუნვა არ გჭირდება და ყოველდილით იღვიძებთ ახალ ქვეყანაში, რა მაგარია. ისე რომ არც გადაჯდომაზე ფიქრობთ, არც ჩეკინი, ჩეკაუტი სასტუმროებში, არც ტრანსფერებზე, აბა მიასწრო, დრო დაკარგო, ნერვიულობ. საერთოდ არაფერზე არ ნერვიულობ, ერთადერთი ადიხარ გემზე, ამოალაგებ ჩემოდნებს და ესე ერთი კვირის მანძილზე შეგიძლია ესე რამდენიმე ქვეყანა და რამდენიმე ქალაქი დაათვალიერო და ისიამოვნო, ხო, მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და შემდეგ ნახეთ, ახლა ნახეთ მარშრუტი და გადავდივართ ჯავშანზე. ახლა გაჩვენებთ, რომ ყველა კაუტას, ანუ რაც ფასს განაპირობებს, ხო, ყველა კაუტას აქვს 4-5 ქვეკატეგორია ფასების. და ვინც უკვე მოგზაურობს, აი 3%, ვინც უკვე კრუიზებით მოგზაურობს, მათ იციან, რომ რაც უფრო ადრე იყიდიან, უფრო იაფად შეუძლიათ იყიდონ, ამიტომ ისინი უკვე წინასწარ იწყებენ დაგეგმვას თავისი მოგზაურობის და იმ კატეგორიებში ყველაზე დაბალ ფასი აქვს წლომა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველაზე დაბალ ფასიანი კაუტები გაიყიდება იმ კატეგორიაში და ყველაზე ბოლოს რჩება უკვე ერთი თვით ადრე რო გადაწყვიტავ, ან 2 კვირით ადრე კრუიზში წასვლა, შენ უკვე გაქვს ყველაზე ძვირიანი ფასები დარჩენილი. და ამიტომაც არის, რომ ყველას ურჩევთ ხოლმე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადრე შეიძინოთ, წინასწარ დაგეგმოთ. ამიტომაც ას კლუბიც გვაჩვევს ჩვენ ამას, გვეხმარება ამაში, რომ ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი მოგზაურობა, ნელ-ნელა დავაგროვოთ თანხა და ყიდულობთ ჩვენ ესე ბონუს ქულებით 3 თვით ადრე. ეს დაგეგმარებაშიც გვეხმარება, რა თქმა უნდა. და ზოგადად ხარშობულებას არავინ არ იღებს, ეს ერთი კვირით ადრე, ხო, ყოველთვის წინასწარ უნდა გააფრთხილო, წინასწარ უნდა დაგეგმო და მით უმეტესად საიც რომ ზაფხულში ან ზამთარში ან როცა გინდა წასვლა დასასვენებლად, ხო, შენ გაქვს რაღაცა დრო გათვლილი, რომ მოემზადო, ხო, ფინანსურათაც. ეხლა ერთი კაუტა დარჩენილი 1600-იანი. აი ხედავთ, რომ არის 2
საქვე კატეგორია, ფასებიც იზრდება, ხო ხედავთ? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც მე ვარ მყიდველი და მინდა შიდა ანუ ფანჯრიანი კаютა დავჯავშნო, ვიყიდი 1700-იანს და არა 2300-იანს, ხო? აივნიაზეც ერთია დარჩენილი და სვიტები საერთოდ გაყიდულია. ნუ ეს მაგალითი შეგიძლიათ n რაოდენობით ტურებია დაათვალიეროთ თქვენ თვითონ. ამიტომაც ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. და ნახეთ, როდესაც გახსნით ანაბარს, ძალიან მარტივად გიგროვდებათ თანხა, ისე რომ თქვენ ვეღარც ამჩნევთ, ხო? მაგალითად 5 თვეში თქვენ თუ ისე გადადებდით $500, ხო, სამოგზაუროთ, ну, ჩვენ შემთხვევაში $600 გაქვთ გადადებული, ხო? 5 თვეში $200 აქტივაციის არის, 1150 გაქვთ სახარჯო. 5 თვეში რომელი ბანკი მოგცემთ, $550 საჩუქრად, ამით უმეტეს სახში გადადებული თანხა საერთოდ არაფერი არ დაემატება, თუ არ დააკლდება, ხო? და როდესაც კრუიზს ვყიდულობთ, როდესაც ვიცით, რომ $2000 ღირს კრუიზი ორ ადამიანზე, ეს არის გარანტირებულად ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე, ანუ ნახევარს უკვე რაღაც 5 თვე დავაგროვეთ ჩვენ თანხა, ნახევარი უკვე მოგროვებული გვაქვს, იმიტომ რომ თანხა გვიორმაგდება, $500 მაგირად, ხო? 1000 ბონუს ქულას ვიყენებთ. და მხოლოდ $1000 დამატება გვჭირდება. წარმოიდგინეთ, რამხელა მოგება არის, ხო? სად რომ ზღირდეს ტურს აგენტოში $2000, $2000 ერთიანად უნდა გადაიხადო. ჩვენ შემთხვევაში $1000 იხდი ერთიანად, ხო? ეს ბიუჯეტისთვის ძალიან დიდი შეღავათია, იმიტომ რომ დანარჩენი $1000 უკვე ნელ-ნელა გაქვს მოგროვილი და თან გაორმაგებული. და ის ფაქტიც, რომ $2000-იანი კრუიზი, როდესაც იცი, რომ ყველაზე დაბალი ფასია, შენ გიჯდება 1500-ად. ამიტომაც არის ზუსტად რა ამ სისტემის მეშვეობით კლუბის წევრები ახლა ზოგი არიან ჩვენ კლუბში, რომლებიც 35-50 50 არიან. არის წყვილი, რომელიც 76 კრუიზშია ახლა. ну ხშირად გვიზიარებენ, იმიტომ რომ კრუიზიდან კრუიზში გადადიან, ხო? ანუ რანგიც აქვთ უკვე საკმაოდ დიდი გუნდი ყავთ და სულ კრუიზებით მოგზაურობენ, ხო? ერთიდან ჩამოდიან, მეორეზე გადადიან, იმიტომ რომ კომფორტულია. მით უმეტეს, როდესაც გიყვარს მოგზაურობა და ეს რეალურად შენი შემოსავლის წყაროც არის, ხო? რაც უფრო მეც იმოგზაურობ და მეც გააშუქებ, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და მათაც მოუნდებათ. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შეგვიძლია და ვაძლევთ ჩვენ თავისუფლებას, რომ ვიმოგზაუროთ ხშირად. რაც შეეხება ჩვენს ფინანსებს, მოკლედ ვიტყვი, რომ ანუ ყველა ჩვენი დაგროვილი თანხა არის დაცული და დაზღვეული. ჩვენ იმის საშიშროება არ გვაქვს, რომ კლუბს რომ რაღაც შემთხვევას ჩვენ ფულს დავკარგავთ. არა, ჩვენი ფული არასოდეს არ იკარგება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევწყვიტავთ კლუბთან თანამშრომლობას, ანუ შევწყვიტავთ დაგროვებას, ეს ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვა, თუ მაგალითად აღარ მინდა სადამდე უნდა ვაგროვო თანხა. ორი ვარიანტია, მეგობრებო. შეგიძლიათ აგროვოთ იქამდე, სადამდეც გინდათ, რომ იმოგზაუროთ, თუ აღარ გინდათ უკვე კლუბის მეშვეობით მოგზაურობა, უბრალოდ აღარ გააგრძელებთ დაგროვებას, აღარ შეავსებთ თქვენ ანაბარს, ოღონდ თანხას უკან ვერ გაიტანთ, ხო? ანუ ის დარჩენილი თანხა ყველას სურჩევ ხოლმე, რომ როდესაც გადაწყვეტა კლუბთან თანამშრომლობის შეწყვეტას, არანაირი ჯარიმა არ არის, უბრალოდ აღარ აგროვებ. უმჯობესია, რომ ამოხარჯო, რაც დაგროვილი და გაორმაგებული აქვს ნაჩუქარი ფული გაგზევიდან, გამოიყენო, შეიძინო კრუიზი, წახვიდე იმოგზაურო და შემდეგ უკვე როდესაც დაბრუნდები, შეწყვეტა დაგროვება. თუ რაღაცა ნარჩენი თანხა გაქვს, ის თანხა, ანუ შენი შეტანილი თანხა რჩება ანგარიშზე და მთელი ცხოვრების მანძილზე სანამ არ ამოხარჯავს, სასტუმრო იქნება თუ ოდესღაც კრუიზში მოინდომებ წასვლას, ამოხარჯავ იმ თანხას და დაემშვიდობები კლუბს. ანუ შენი თანხა არ გეკარგება, მაგალითად, როგორც სააბონენტო, ხო? გინას სპორტდარბაზში გადაიხადე თანხა და არ დადიხარ, შენი იმ თვის და იმ თვეების თანხას უკან არავინ არ მოგცემს, ხო? შენი პასუხისგებლობა იხდი, უნდა იარო და ივარჯიშო. ან იხდი ტელეფონის აბონემენტს და უნდა გამოიყენო შენ თუ არ დარეკავ და არც ინტერნეტს გამოიყენებ, რა თქმა უნდა ის სატელეფონო კომპანია არ მოგცემს, ხო? იმ თანხას უკან არ დაგიბრუნებ. ჩვენ შემთხვევაში ეს პრივილეგია გვაქვს. ჩვენი გადადებული თანხა, ჩვენი მოგზაურობისთვის არ გვეკარგება, ამოხარჯავთ ისევ მოგზაურობაზე. მაგრამ მეორე ყველაზე კარგი ვარიანტი არის ის, რომ გავხდეთ ბიზნეს პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ყავს
სამეგობროში, სანაცნობო, ან თუნდაც ვართ აქტიურები სოციალების მეშვეობით. ხო, მე მაგალითად არ ვიყავი აქტიური სოციალებში, Facebook-ზეც თუ მქონდა რაღაც ისეთ ზედაპირულ სურათებს ვდებდი ხოლმე, არც მიყვარდა იქ სურათების დადება, როდესაც გავხდი კლუბის წევრი, შემდეგ გავხსენი მე Instagram-ი, იმიტომ რომ ჭირდებოდა უკვე და რამდენიმე წლის წინ გავხსენით TikTok-ი. ანუ საერთოდ არ ვიყავით სოციალებში აქტიური, მაგრამ როდესაც გაქვს რაღაც მიზანი, რომ შენ გინდა იმოგზავრო უფასოდ, არ გინდა რომ შენი ჯიბიდან დააგროვო თანხა და როდესაც კლუბი გაძლევს ამის შესაძლებლობას გამოიყენო და პლუს დაიწყო გამომუშავება, რა თქმა უნდა, უკვე აკეთებ, მიდიხარ ამ რისკზე, ხო, ლახავ ამ შენ შიშებს და უკვე იწყებ აი ამ საოცარი დასვენების, საოცარი ბიზნესის გაპიარებას, ხო, როგორც კლუბის წევრობას, მოგზაურობას აპიარებ და აჩვენებ ხალხს თუ რა შეუძლიათ რომ გააკეთონ და რისი ნახვა შეუძლიათ, ხო, რომ არ ვიყოთ ჩვენ მიჯაჭული ვიღაცის Instagram-ზე, ან TikTok-ზე, ან Facebook-ზე და მათი სურათები და ვიდეოები ვათვალიეროთ, როგორ მოგზაურობენ ისინი. უმჯობესია რომ გავხდეთ ჩვენი ისტორიის მთავარი გმირები, ჩვენ დავიწყოთ თვითონ მოგზაურობა, ჩვენი თვალით ვნახოთ ის ყველა საოცარი ადგილი, რაც მთელ სოფლიოში ხო, ახლაც მე კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, საოცარი ადგილები ვნახე, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი ადგილები იქნებოდა, ხო? და არის დარწმუნებული ვარ და ვიცით ყველამ რომ საოცარია, ძალიან ლამაზია მსოფლიო, ეს ჩვენი პლანეტა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახოთ. და ჩვენ ეს კრუიზები, საკრუიზო მოგზაურობა გვაძლევს ჩვენ ამის საშუალებას, რომ მოკლე პერიოდში მეტი ქვეყანა დავათვალიეროთ. და აი ამის გაზიარება ძალიან ადვილია. ბიზნეს პარტნიორებისთვის ეს ბიზნესი არის ძალიან ადვილი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება ხალხისთვის იმის ახსნა, ну, რა თქმა უნდა, ვისაც არ აქვს წარმოდგენა მათ კი, მაგრამ უფრო მეტად ჯობია რომ ფაქტებით აჩვენო თუ რამდენად მაგარია მოგზაურობა. არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხა, რა პროფესიის ხარ, რამ ხელა შემოსავალი გაქვს, მოგზაურობა უნდა ყველას. უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ამას ზუსტად უფულობის გამო. და ჩვენი ეს კლუბი ეხმარება ზუსტად ესეთ ადამიანებს, ვისაც უნდა და არ აქვს, მით უმეტეს ბიზნესი, ხო? როდესაც არ გაქვს ფული, ზუსტად მაშინ გჭირდება შენ ამ ბიზნესის განვითარება, რომელიც რაღაც $95 ღირს, 6 თვის ლიცენზია, წარმოიდგინეთ, თვეში $15, დღეში 50 ცენტი და გაქვს შენი პირადი საკუთარი ბიზნესი საკრუიზო ინდუსტრიაში. ისევ როგორც ყველა ბიზნეს სჭირდება სწავლა, სჭირდება განვითარება, სჭირდება დროის და ენერგიის ჩადება, რა თქმა უნდა, ისე არაფერი არ ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირს. როდესაც შენ ადიხარ ლაინერზე და ეხლა მე მაგალითად ხო ის რა თანხაც გადავიხადე $7,500 გადავიხადე სვიტში, ანუ ლუქსი ნომერი 4 ადამიანზე. მე ამას კლუბის წევრობის გარეშე ვერ შევძლებდი, ხო? თან ანუ ჩემთვის ეს უკვე სრულიად უფასოა. და როცა წარმოვიდგენ, რომ ხალხი რეალურად აი ასე თანხებს საკუთარი ჯიბიდან იღებს. ხო? და შენთვის ეს ყველაფერი უფასოა. წარმოიდგინეთ რამხელა სიამაყის გრძნობა გეუფლება ადამიანს და კიდევ უფრო რწმუნდები, ანუ ყოველ ჯერზე რწმუნდები, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე 2018 წელს, როდესაც მე გავხდი კლუბის წევრი. და აღმოვაჩინე ეს დასვენების სახეობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაც ისეთი შორეული იყო და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის არის. ეს ბიზნესი გვაძლევს ჩვენ ამის შესაძლებლობას, გვასწავლის როგორ მართოთ, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ხო? თქვენ გაქვთ გამოცდილება, არა გაქვთ გამოცდილება, გაქვთ რაღაცა ანუ ცოდნა ამ კუთხით, ხო? ყველაფერს გასწავლის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, იმისთვის რომ აქ განვითარდეთ, გაიზარდოთ, ჩამოყალიბდეთ ლიდერად. ხო, იმიტომ რომ ყალიბდები რეალურად ლიდერად, იმიტომ რომ შენ აქ ძალიან ბევრი ადამიანი მიყავს შენს
შენს უკან, ხო? ანუ ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს, ვისაც უნდა დაეხმარო, ვისაც უნდა ასწავლო ის, რაც შენ ისწავლე. დიდი პასუხისგებლობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერში მარტო არ ხართ, იმიტომ რომ ეს არის გუნდური ბიზნესი. ჩვენ ამას ყველა ერთად ვაკეთებთ და ამიტომაც უფრო იოლია აქ ბიზნესის განვითარება. Ну, თან რა თქმა უნდა, პროდუქტი, ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ის პროდუქტია, რასაც რეკლამა არ ჭირდება. ეს პროდუქტი თვითონ თავის თავს თვითონ ყიდის, ხო? საკრუიზო დასვენება თავის თავს თვითონ ყიდის. ჩვენი რეკლამა მას არ ჭირდება. ჩვენ უბრალოდ ვაჩვენებთ ხალხს, რომ მათაც შეუძლიათ აი ესეთ საკრუიზო ლაინერებზე იმოგზაურონ იაფად, ან სრულიად უფასოდ და გქონდეთ საკუთარი ბიზნესი. ის მეორე ვარიანტი, თუ როგორ არ დავაგროვოთ ჩვენი ჯიბიდან თანხა, ხო? თუ გვინდა მაგალითად კლუბის წევრი ვიყოთ, მაგრამ არ გვაქვს ის $100 რომ ვაგროვოთ. ამისთვის ჩვენ, როდესაც ხდებით ბიზნეს პარტნიორები, ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი პირადი რეფერალური ბმული, რის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს და მივცეთ წვდომა პლატფორმაზე. ხო? როდესაც ჩვენი რეკომენდაციით, ჩვენგან მიწოდებული ბმულით ადამიანი დაარეგისტრირდება და გახდება ასევე კლუბის წევრი, ხო, ჩვენ უკვე გვაქვს როგორც ფინანსური სარგებელი, ნუ არც ისეთი მაღალი არის, ხო, ანუ გვაქვს 5 ფულადი ბონუსი, რომელიც ამერიკულ დოლარში გვერიცხება და პლუს 5 სამოგზაურო ბონუსების სახით და ერთ-ერთი არის კლუბის უფასო წევრობა. როდესაც ჩვენი მხრიდან ორი პრემიუმ პაკეტის მქონე ადამიანი გახდება კლუბის წევრი, ან 5 კლასიკის, ან კომბინაცია, ხო, სტარტერი კლასიკი. მთავარია, რომ როდესაც ჩვენ შევასრულებთ კომპანიაში $500 ბრუნვას ყოველთვიურად, ჩვენ განთავისუფლდებით იმ $100 დაგროვებისგან და უკვე კლუბი გვიგროვებს ყოველთვიურად $200. წარმოიდგინეთ რა მაგარია. დაეხმარები 2 ადამიანს ან 5 ადამიანს, ხო, მაქსიმუმ. რომლებიც ასევე დაიწყებენ დაგროვებას და დაიწყებენ მოგზაურობას და თქვენ მოგზაურობთ ბონუსის სახით, უკვე თქვენ აღარ იხდით თქვენ საწევროს და უკვე კლუბი გიგროვებთ და მხოლოდ 2 ან 5 ადამიანის დახმარებით თქვენ უკვე იწყებთ 50%-იანი ფასდაკლებით მოგზაურობას. ანუ თქვენთვის უკვე კრუიზი უფასო, ნახევარი კაივტა უფასოა და მეორე ადამიანს, ვისაც წაიყვანთ, ის იხდის თავის ნახევარს. წარმოიდგინეთ, რამხელა შეღავათია, ხო? 50%-იან ფასდაკლებას არც ერთი ტურსააგენტო არ მოგცემ და არც ერთი ონლაინ პლატფორმა კიდევ ნებისმიერი, რომელიც გთავაზობთ საკრუიზო ტურებს, ხო? ბევრი ადამიანი არის კლუბში, ვინც გახდა ჯერ უბრალოდ წევრი და არ აინტერესებდა ბიზნეს პარტნიორობა, შემდეგ როდესაც გაეცნენ და ნახეს, რომ კრუიზში წავიდნენ და წამოვიდა ინტერესი მეგობრებისგან, ხო? გადაწყვიტეს, რომ მყავს მეგობრები მეც, ვისაც უნდა, მოდი გავხდები ბიზნეს პარტნიორი, რატომაც არა, ხო, როდესაც გაქვს ეს შესაძლებლობა. ბევრი კმაყოფილდება უფასო წევრობით, უბრალოდ ხდება პარტნიორი იმისთვის, რომ ყავს უკვე საახლობლოში, ვისაც უნდა და ხდება უფასო წევრი, ან ვიზნათ აქვს და გადის სოციალებში და ეძებს იმ ადამიანებს, ვინც ეძებს ასეთ შესაძლებლობას. ყველაზე კარგი ვარიანტი, რა თქმა უნდა, რომ არ გაჩერდე უფასო წევრობაზე, იმიტომ რომ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ვიდრე მარტო 50%-იანი ფასდაკლებით მოგზაურობა, ხო? თუ იმ 5 ადამიანის დაინტერესება შეძელი, შენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება შეძლებ და იგივეს გაკეთება შეგიძლია, ანუ დაეხმარო შენი გუნდის წევრებს და ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგალითად მოიწვი მეგობრები რაღაც წეღან ვახსენე, წავიდა კრუიზში, მოდი გადაწყვიტა, მეც მინდა უფასო წევრობა, მოდი მეც მოვიწვევ ჩემ მეგობრებს. შემდეგ იმ 5-დან კიდე 2-მა გადაწყვიტა ასე და გუნდი უკვე არა 5 და 10 ადამიანია, არამედ უკვე ხდება 30 კაციანი, ხო? აქ უკვე გავდივართ შემდეგ ლეველზე, გადავდივართ, უკვე ხდებით ლიდერი, გუნდის ლიდერი, გავდივართ რანგზე. ხო, როდესაც $500 ბრუნვიდან, აი ამას სისტემა გითვლით თვითონ თქვენ არ გჭირდებათ ამ ყველაფრის დათვლა, როდესაც ბრუნვა საიდან წარმოიქმნება ჩვენთან. ხო, ნებისმიერ ბიზნესში ყველაფერი დაფუძნებული, ანუ დამოკიდებულია ბრუნვაზე, როდესაც ჩვენს მიერ მოწვეული ადამიანი თავისი მოგზაურობისთვის დაირიცხავს $100,
ჩვენგან ეს არის კომპანიაში წარმოებული $100 ბრუნვა. როდესაც ყავს 30 ადამიანი, ხო, ჩვენი მოწვეული, მათი მოწვეული არ აქვს მნიშვნელობა, ეს როგორი გეოგრაფიული ფიგურით ვარსკვლავივით, სამკუთხედივით თუ ასე შემდეგ, ანუ პირამიდა ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ ძალიან დაქსაქსული ესეთი ფიგურა შეიძლება წარმოიქმნას, ხო? როდესაც $3000 ბრუნვა არის უკვე კომპანიაში, ჩვენ გავდივართ პირველ რანგზე, გვაქვს უკვე პირველი შემოსავალი, $306 გვაქვს ყოველთვიურად. ნუ პირველ თვეში გვაქვს $300 და უკვე შემდეგი თვიდან საახლობით $600 გვაქვს შემოსავალი, მხოლოდ ეს ორი ბონუსი, ხო, როგორც გითხარით, 5 სხვადასხვა სახის ფულად ბონუს გამოვიმუშავთ, უბრალოდ ამაზე აღარ დავკარგავ ახლა ძალიან დიდ დროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ისე და თქვენთვის უბრალოდ მინდა არსი გაჩვენოთ, ხო, საიდან და როგორ გვეზრდება შემოსავლები. ხო, ჩვენ არ ყიდით კრუიზებს, გაყიდული კრუიზებიდან პროცენტებს არ ვიღებთ, ჩვენ უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც დავეხმარეთ და გახსნეს ანაბრები და თვითონვე მოგზაურობენ თავის ოჯახის წევრებთან ერთად და არა ხო, ჩვენ გვიგროვებენ რაღაც კომპანიას, ხო? ეს ქმნის კომპანიაში ბრუნვას ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ეს რეფერალური სისტემაა და კომპანიას სისტემა ამას ყველაფერს აფიქსირებს და ყველაზე მთავარი. როგორც კი გავდივართ პირველ რანგზე და ამ რანგს შევინარჩუნებთ 3 თვის მანძილზე, ჩვენ უკვე ვიწყებთ 100%-ით კომპანიის ხარჯზე მოგზაურობას. წარმოიდგინეთ რა მაგარია. მთელი ცხოვრება სანამ სიტყვაზე 30 ადამიანი ყავთ გუნდში და ეს უკვე ისეთი პროცესია, რომელიც არ შეჩერდება, ხო? თოვლის გუნდს ვადარებ ხოლმე, იმიტომ რომ ერთი თუ აგორდება, ის უკვე აღარ გაჩერდება, იმიტომ რომ იმ 30 კაციდან, ხო, წავლენ კრუიზში, მათ მეგობრები ყავთ, დაცნობები ყავთ, ზოგს მოუნდება, რომ ბიზნესი განავითაროს და ეს სისტემატიურად უკვე ნელ-ნელა იქნება თუ რასის სწრაფით განვავითარებთ უკვე ჩვენ ამას, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ხო, აქ წარმატებობაც ჩვენი პასუხისგებლობაა, ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ აქ არის შესაძლებლობა, როგორც ხედავთ, ხო, $10000 ბრუნვაზე, რაღაც 100 კაციან გუნდზე უკვე $2000 გაქვთ შემოსავალი. პლუს აგზავნებთ, რა თქმა უნდა, კლუბის ხარჯზე მოგზაურობას, ხო, წელიწადში $2400 გაქვთ საჩუქრად და ამ თანხით უკვე მთლიანად, ანუ 50-50-ზე აღარ ყიდულობთ კრუიზს. ღირს $2000 იხდით $2000 2000 ბონუს ქულას და მიდიხართ კრუიზში, წარმოიდგინეთ რა მაგარია. 25000 ბრუნვა, ეს არის რაღაც 250 კაცი, ვისაც $100-იანი პაკეტი აქვს, ხო? მაგრამ ანუ პრემიუმის შემთხვევაში უფრო მალე გეზრდებათ ბრუნვა, ახალი რეგისტრაციები, ანუ $200-ით გაიაქტიურებენ თუ $500-ით ესეთ ბრუნვაში გეთვლებათ, პლუს ყოველთვიური გადახდები და ასე სწრაფად შეგიძლიათ რანგებზე ახვიდეთ და აქ ხედავთ შემოსავალს. ეს არის მხოლოდ 2 ბონუსის შემოსავალი, დანარჩენი 3 კიდევ ემატება აი ამ ყველაფერს და საკმაოდ მაღალ შემოსავლებზე შეგიძლიათ გახვიდეთ. 1000 კაციან გუნდზე გაქვთ უკვე რაღაც $30000 პლუსით. ყოველთვიურად წარმოიდგინეთ, არ ყავთ უფროსი. დაისახეთ გეგმაში სიტყვაზე 250 კაციანი გუნდი, ხო? 5-7000 გაქვთ ყოველთვიურად. აი სად უნდა ვიმუშაოთ საქართველოში, გინდათ ამერიკაში. ძალიან რთულია იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც ყოველდღიურად დილის 8-დან ღამის 10-12 საათამდე ამუშავებენ შესვენების გარეშე, წარმოიდგინეთ. კი, ნუ ვითომ ხელფასს უხდიან, მაგრამ თუ შენ სამუშაოზე არ წახვედი, ხელფასი არ გერიცხება. ანუ დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, თუ რამდენად ჯანმრთელი ხარ, კიდევ ხო, თუ შენ გააცდინე შემოსავალი არ გაქვს და ესე ყოველდღიურად ესეთ რუტინაში ხარ, სანამ არ გადაიწვევი, ცუდად არ გახდები, ან რაღაცა სხვა გზას არ მოძებნი, ხო? ჩვენ შემთხვევაში, როდესაც დავფიქრდებით, ხო, თუნდაც 10 წელი დაგჭირდეს, ხო? იმისთვის რომ გახვიდე 50-100000 შემოსავალზე. გიღირთ თუ არა, რომ თქვენ აქ მოუყვეთ ხალხს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუყვეთ ამ კლუბის შესახებ. სოციალები იქნება თუ პირადი საუბრებით.
რა თქმა უნდა ღირს, იმიტომ რომ აქ არ ყავს უფროსი, აქ და ანუ აი ამ შემოსავლებზე ხო, ეგრევე $50 არ გადახტები ხო 100,000-ზე, ეს ეტაპობრივად ეს შემოსავალიც იზრდება და ძალიან მალე შეუძლია ჩაანაცვლოს ის შენი ყოველდღიური სამუშაოს შემოსავალი და კონდეს იმაზე მეტი და აღარ იარო შენ 40 საათი კვირაში და ვიღაცაზე იმუშაო, სადაც არ გიფასდება შენი შემოსავალი, იყო შენი თავის პატრონი, დაისვენო როცა გინდა, იმუშაო როცა გინდა, თან ამ ბიზნესის ხიბლი ზუსტად ეს არის, ხო? რომ საიდანაც გინდა იქიდან მუშაობ, როცა გინდა, რამდენიც გინდა. ხო, რაც უფრო მეტი გინდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო უნდა დახარჯო. უკაცრავად. ამიტომ აქ ბიზნესის განვითარება უფრო მომგებიანია, ვიდრე უბრალოდ მოგზაური გახდეთ და იწყოთ დაგროვება. ეს რა თქმა უნდა უკვე ყველას არჩევანია, მაგრამ შესაძლებლობა აქ რომ არის ძალიან მარტივი მარკეტინგული გეგმა, ანუ მარკეტინგული ძალიან კარგად არის ყველაფერი გათვლილი, ისე რომ ადვილად შეძლოთ უფრო მაღალ შემოსავლებზე გასვლა, დაიწყოთ გამომუშავება და გქონდეთ აი ეს დამატებითი ბონუსები, რაც ბიზნეს პარტნიორებს გვაქვს. კითხვები თუ გაქვთ?